და ქალბატონთეა ხელისუფლება ხშირად საუბრობს ხოლმე იმაზე, რომ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ, რომ ხელისუფლების დამხობა მოახდინონ, რომ გარედან იმართებიან. აი ამ დასკვნაში თქვენი კომისიის ფარგლებში რა შეიძლება შევდეს არასამთავრობო ორგანიზაციებს? ჩვენს დასკვნაში აისახება ის ნაბიჯები, რასაც ისინი დგამდნენ ვიზა ლიბერალიზაციის წინააღმდეგ, სანამ უვიზო მიმოსვლა არ ქონდა და ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ მაშინ იმისთვის, რომ ახალგაზრდებისთვის უვიზო რეჟიმი მოგვეტანა ევროპასთან და არასამთავრობო სექტორის ზოგიერთი წარმომადგენელი ამას უპირისპირდებოდა. შემდეგ გაუქმებისთვის მუშაობდნენ, შემდეგ მუშაობდნენ იმისთვის, რომ სტატუსი არ მოეცათ ევროკავშირში წევრობის. მუშაობდნენ სანქციებზე. ხო, შეიძლება ვიღაცას არ ჯეროდეს, მაგრამ მე არ შემხვედრია ინდივიდი ჩემს გუნდში და გარშემო, ვინც სანქციებით არის დამწუხრებული. არ შემხვედრია ნამდვილად. მეც ვარ დასანქცირებული. კიდე ხო არ ელოდებით დამატებით სანქციებს? როგორც იქნება, ისე იქნება. ანუ არა აქვს თქვენთვის ამას. აი ჩემზე სანქციას რა აზრი აქვს მითხარით? პარიზი მაქვს სანახავი თუ ვაშინგტონი თუ რა აზრი აქვს სანქციას? ამ ვერიმუშავის თქვენ შემთხვევაში. სვანეთში ისე წავალ და ჩამოვალ ბოლო. ნუ ეხლა სასაცილო ხდება უკვე ეს ყველაფერი. თან იცით რა არის? პირველად ვამბობ ამას. როდესაც შენ, ამ შემთხვევაში მე და კიდევ ჩემს თანამებრძოლებს გვასანქცირებენ, იმიტომ რომ ვართ ეგრეთ წოდებული enablers. ამიტომ გვასანქცირებენ. ანუ რატო გვასანქცირებენ, რომ ჩვენ არ ვღალატობთ ბიძინა ივანიშვილს. ამიტომ გვასანქცირებენ. რომ დამხმარეები ვართ მისი კურსის გატარებას ვეხმარებით. ხო. ესე იგი ჩვენ რომ ვინც დაგვასანქცირეს ამისთვის, გვეყავათ განდგარიყავით, გვებრძოლა როგორც სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა და არა მარტო მან. მაშინ ჩვენ ვიქნებოდით ღმერთის რანგში აყვანილები, მაგრამ ჩვენ ასე ვერ ვიქცევით. მე მაგალითად მწამს რომ ასე რომ მოვიქცე, მიწა არ მიმიღებს და ამის დღე დადგება, ხო, როცა დადგება. ეს დაუშვებელი რაღაცაა, რასაც ითხოვენ. რომ ითხოვენ რა ასე გამოდის, რომ შენ გასანქცირებენ და გიჯიან, იმიტომ რომ რატო კიდე არ უღალატები ძინა ივანიშვილს, მოდი დაგასანქცირო. აგერ ვართ და დაგვასანქცირეთ. ჩვენ ვინც ვართ, არ ვაპირებთ არც ერთი ნაბიჯით გვერდზე გადგომას, იმიტომ რომ არა ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი, ოჯახს ხასუსვამ, იმიტომ რომ ამდენი წელია პოლიტიკაში ვარ და კიდევ ერთხელ უფრო ისე ღრმად დავწუნდი, რომ აი გარშემოც უყურებ, ხო, ბევრი ვართ, ჩვენ არ ვართ ცოტა გუნდში. ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკოსისთვის, მით უმეტეს ის, ვინც საფრთხეების წინაშე დგას ოჯახი, ამიტომ ეს მადლიერებით ყოველთვის ოჯახი უნდა აღინიშნოს. რომ არა ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი, დღეს ჩვენ უკრაინაც კი არ ვიქნებოდით. ჩვენ დღეს შეიძლება საერთოდ არ ვიქნებოდით, ან რაღაცა ნარჩენები იქნებოდა ჩვენგან დარჩენილი. და არავის არ ეწყინოს და ვერავინ ქართული ოცნების გუნდში იმ ტვირთს ვერ აწევდა, რასაც ეწევა ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ რა თქმა უნდა ჩვენ ვართ enablers. დიახ. აღიარებით ჩვენებას გაძლევთ. enablers ვარ მათ შორის მეც. enabler one of them და ვაგრძელებთ მუშაობას რისთვის რომ როცა დადგება დრო თქვენ მიხვალთ ურნასთან საარჩევნო ურნასთან და გადაირჩევთ ქართული ოცნების ხელისუფლებას ხმა მისცეთ ისეთ ძალას რომელიც იქნება ან ტოლფასი ან უკეთესი მაგრამ ეს არ იქნება სააკაშვილი და ცუმპუშა ვაშაძე ძალიან დიდი მადლობა ის ბოლოა და შეიძლება ცოტა ხუმრობით დავასრულეთ მაგრამ მადლობა მოწვევისთვის ჩვენ შევეცდებით რომ ეს დასკვნა ინგლისურათაც ვთარგმნოთ და ისე ვჩები ვინც ჩამოვლენ პირველად საქართველოში შევეცადოთ რომ ამ დასკვნით დავაწყებინოთ საქართველოში ცხოვრება